გამარჯობა ყველას. ეხლა შემოვედით პიცერიაში. დღეს შაბათი, დღეა ჩემოკარგებო 4 ივლისი და ეხლა შემოვედით მე ანდრიასი და ანაბელი პიცერიაში იტალიელებთან და ძალიან გვინდა რომ პიცა მივირთვათ. მოკლედ ძალიან მოგშივდა. აქვე ვარ ჩვენთან ახლოს მდებარე სავაჭრო ცენტრში და ნახეთ რამდენი ხალხია. და დაუქნიე ხელი? ხელი დააქმნიე? ბრავო! და მოკლედ ნახოთ, ჯერ არ შეგვიკვეთავს და მოკლედ როდის მოვლენ, ძალიან ბევრი ხალხი ყავთ. მომენატრეთ ყველანი და მოვედი ისევ. Das habe ich hier schon bereits aufgenommen. მოგვიტანეს ორი მარგერიტა შეუკვეთეთ, ნახეთ რა მაგარია. გიყვარს დე პიცა? კაია პიცა, მაჩვენე რო გიყვარს. Zwei margherita. ლეკა პიცა. ძალიან ბევრი ხალხია პიცერიაში, მაგრამ ეხლა მოგვიტანეს, სადღაც 15 წუთიც არ დაგვიანებიათ. Bon appetito. გემრიელად მიერთვით. დაუქნიე ხელი? ბრავო! არის ანაბელის პიცა, ეს მამიკოსი და ეს დედიკოსი. გემრიელად მიირთვი. ბრავო! იტანა ანდრიასმა ესეთი პატარა ტორტუკა, ნახეთ რა საყვარელია. აი აქვე ჩვენთან ახლოს არის ძალიან კარგი თურქული კაფე, სადაც აი ესეთ პატარა ტორტებს აცხობენ. ნახეთ რა საყვარელი ტორტუკა. ანდრიასმა მოიტანა. ანაბელი არ მაცლის გადაღებას, როგორც ხედავთ. გეხუტუნა დედამ გულში. ნახეთ რა საყვარელია, სადღაც ორი ნაჭერიც არ არის, აი ძალიან პატარა. ეხლა კიდე ახლოდან გაჩვენებთ და ეს ცივი ყავა გავაკეთე მასთან ერთად, ერთი ანდრიასისთვის და ერთი ჩემთვის. ნახეთ. რადგან დღეს ცხელა და ეხლა ცხელი ყავა არ გვინდოდა. ნახეთ რა საყვარელი ტორტუკა, ბრინაჭერიც არ არის ალბათ. ნახეთ რა საყვარელია. ნუ ესეთი ახლა შაბათ კვირას პატარა ნაჭერი. ბელე რა საკეთე ბელე? წვერი მოაჭამა. დედიკო. გეხუტუნა დედამ გულში. წვერი მოაჭამედე? ეს მაიკა რას გიგავს დედიკო? წეხან ჩაგაცვი. ნახეთ რა საყვარელია და აი ამ ყავას ძალიან მოუხდება. კაიადე? მოგეწონა? ბელე! დედა! მაჩვენე კარგი როა, გემრიელი როა მაჩვენე? ლეკა! დედიკო. მოიცა, დედიკო, დაუჭრათ, დედიკო. რაღაც ვერ დავჭერი. რატო ვერ ვჭრი? მოიცა. აბა ვნახოთ შიგნით როგორია. Wow, sieht lecker aus. Სახელმწიფოს სკოლას მოგესალმებით. მოკლედ როგორც წინა მოვედით თქვენამდე და მინდა რომ როგორც დაგვიყვეთ ბოლო ვიდეოში გაჩვენოთ თუ რა მოყიდი ანაბელს. დღეს უკვე ეხა პირველს აკლია 15 წუთი, ღამის პირველ საათს აკლია 15 წუთი, ანუ დღეს 8 ივლისი თენდება და მინდა რომ გაჩვენოთ თუ რა მოყიდი ანაბელს. მოკლედ დღეს ძალიან გვიან დაიძინა ანაბელმა, არ ვიცი შუა დღეზე ძილს აღარ აკეთებს და მოკლედ საკმაოდ დიდი ხანი დაჭირდა დღეს პატარა მანქანები ვუყიდე. ბავშვების სათამაშო არკილას ყავდა მამიკოს დაყვანილი და იქ ვიღაც პატარა გოგოს ორი მანქანა უჩუქებია მოიტანა და მოკლედ ძალიან აღფრთოვანებული იყო და მე წავედი როზმანში და მე თვითონ ვუყიდე 5 პატარა მანქანა და მოკლედ ველოდებოდა სანამ მოვიდოდი, ვიცოდა რომ მანქანები უნდა მომეტანა და ვუყიდი და მოკლედ ისეთი აღფრთოვანებული იყო და რაღაც ახალ რაღაცას რომ მოვუტან ხოლმე და საღამოს ღამე თუ მომიწია იმ რაღაცის მოტანა და ჩუქება ხო ძალიან ის არის ხოლმე აღელვებული და ადვილად ვეღარ იწინებს და აი ამ საღამოს მოხდა ეს ყველაფერი. მინდა ეხლა რომ როგორც დაგვედით ბოლო ვიდეოში გაჩვენოთ თუ რა მოყიდეთ ანაბელს და დავიწყებ
და იმედია რომ ხოლმე ჩავწერამ ვიდეოს და ხვალ დავამონტაჟებ და ავწვირთავ. მოკლედ დავიწყოთ ქუდებით. ნახეთ აი ეს პატარა პანამა ქუდი ვუყიდე, ძალიან ლამაზია, ეხლა აი ამ ძალიან სიცხეებია გერმანიაში ეს რამოდენიმე დღე აგვიგრევდა, თორემ 36 გრადუსი გქონდა და ესე იგი ვიწვებოდით, რასაც ქვია, არც ვენტილატორი, არც არანაირი გამაგრილებელი სისტემა თუ დანადგარი არ გვშველოდა, ისეთი სიცხე იყო. აი ესეთი პანამა სტილის ქუდი ვუყიდე, ძალიან მომეწონა და გოგოს ფერებშია, მას ვირილები ახატია, ძალიან მომეწონა. რასაც გაჩვენებთ აქვე გვერდზე გადავდეთ. შემდეგ მეორე აი ესეთი კეპი ვუყიდე, რომელსაც სტიჩი და ენჯელი ახატია, ნახეთ რა საყვარელია. ძალიან მოუხდა. იმედია ხედავთ, როგორც ძალიან ერთმანეთს. სტიჩი და ენჯელი ასე წერია, ძალიან საყვარელია, მომეწონა ასევე ზაფხულისთვის. რადგან ზაფხულზე ვსაუბრობთ, აი ეს პირველი საცურაო კოსტიუმია, რომელიც ანაბელს ვუყიდე. პირველი საცურაო კოსტიუმი, რომელიც ანაბელს ვუყიდე, ძალიან საყვარელია. ნახეთ რა საყვარელია. ძალიან საყვარელი. აი ესეთი. ძალიან საყვარელია. კიდე რა ვუყიდე? ხო, ვუყიდე აი ესეთი მარტორქის ძალიან ლამაზი შიგნით ჩასაცმელი მაისურები, რა თქმა უნდა 100% ბამბაზე. ნახეთ, ეს ამაზონიდან გამოვუწერეთ. 5 ცალია სხვადასხვა ფერებში. ნახეთ, როგორი ლამაზი, ეს არის ღია ვარდისფერი, ეს არის ღია მწვანე, ღია ყვითელი, თეთრი და ეს არის ატმისფერი. ძალიან ლამაზებია. მოგვეწონა. მოკლედ დაბადების დღეზე სკუტერი აჩუქეს ანაბელს და ეს მამამისმა ანდრეასმა ამაზონიდან გამოუწერა. ეს არის თავის დასაცავი ჩაფლუტი ქვია ქართულად თუ არ ვცდები, გერმანულად ჰელმ და ნახეთ რა ლამაზია სკუტერთან შესაბამისი. ძალიან ლამაზი. სკუტერი არის მალინისფერია სკუტერი და ეს ძალიან მოხდება. აი ნახეთ მალინისფერი გოგოები ახატია. ძალიან საყვარელია, რომ გაიკეთებს ისე მოხდება, რომ რა ვიცი. ძალიან საყვარელია. მინდა რომ ყველაფერი გაჩვენოთ. ესენი ტიკემექსში ვუყიდე. ძალიან თავისუფალი ტუფლებია, ძალიან მომეწონა, საყვარელი გოგოს ტუფლები და ძალიან მოხერხებულია. არის 25 ნახევარი ზომა. ეხლა 25 ზომაცვი ანაბელს და სექტემბრიდან ბაღში მიდის და ალბათ ბაღისთვის ჩაიცნევს. მინდა რომ ბაღისთვის რაღაც ახალი როგორც ფეხსაცმელი, ასევე ტანსაცმელიც გქონდეს. ძალიან ლამაზია. მომეწონა და რაც თავარი აი შნურებზე არ არის. რახელ ცოია წერია ამ ბრენდს და აი ჩვეულებრივად აი ესეთი თასმით იბნევა და არაფერი ესეთი შნურების შეგნება არ ჩახდება. და ძალიან ადვილია შესაძლოა და მომეწონა ძალიან. აი ეს ტიპი. ტიკემექსში, ჩემს საყვარელ მაღაზიაში და მეორე ტუფლები აი ესე გამოიყურება. ეს უკვე ერთხელ ეცვა, მაგრამ მაინც გაჩვენებთ და ესეც ძალიან მოხერხებულია. ეს უკვე 26 ზომაა, მეგონა რომ ძალიან დიდი ექნებოდა, მაგრამ არა. ძალიან მოხერხებულია, ეხლა ზაფხულის სალამანდრები, არ ვიცი რა ქვია ქართულად. და ძალიან აი ეცვა ცოტა გასროლია. ძალიან მოხერხებულია, ეს ძალიან მომეწონა.
ეხლა ეს ზაფხულის პიჟამოა, ასეთი ზამთრისიც ქონდა და ძალიან კარგად ვიხმარეთ. და ეს იყო ზაფხულის ვარიანტია, ასევე მარტო რქით, ნახეთ რა საყვარელია, რა თქმა უნდა ყველაფერი 100% ბამბაზე და ეს პატარა შორტები და აი ეს ზედა ძალიან საყვარელია. შემდეგ მოკლედ ხო რა უნდა მეთქვა ძალიან გვიხარია. აქამდე ყოველთვის ვცდილობდით რომ ანაბელი ქოთანზე დაგვესვა და როგორც იქნა ეს საფენი გადაეწო, მაგრამ რა არ ვიყონეთ, უკვე 1 წლის იყო რომ ქოთანი რომ ვუყიდეთ, ამაზონიდან გამოვუწერეთ და 14 თვის იყო პირველად ზუსტად ქოთანზე რომ ასე რომ ვიტყვათ რომ მოისაქმა. ერთხელ პიპიც გააკეთა, ანდრეასის მშობლებთან რომ ვიყავით საშობაოდ, იქაც გაიღვიძა ერთხელ და მოშარდა და რამოდენიმეჯერ მოისაქმა ქოთანზე, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ ეს ყოველთვის ხდებოდა გაცნობიერებულად ამას არ აკეთებდა, რაღაც ინსტინქტით რამოდენიმეჯერ ქნა სადღაც 14 თვის წლის და 2 თვის რომ იყო. და შემდეგ ვცდილობდით ყოველთვის, ერთი პერიოდი ვცდილობდით, მერე მივანებებდით თავს და არ გვინდოდა რომ დაგვეძალებინა ეს ყველაფერი და ბავშვთან ეს საკითხი და არა მარტო ეს საკითხი, არამედ ყველაფერი, ნებისმიერი საკითხი ხდება ინდივიდუალურად, როგორც იცით და თუ ერთი ბავშვი, რომელიმე ბავშვი ვთქვათ, 1 წლიდან უკვე გაიგო და შეუძლია ქოთანზე მოისაქმოს, მეორე ბავშვს შეიძლება 2 წელი ან 3 წლამდეც კი დაჭირდეს დრო. ასე რომ თქვენს ბავშვებს გირჩევდით რომ არ დააძალოთ აი ეს საკითხი და საერთოდ არაფერი ცხოვრებაში. და მოკლედ 2 წლის როცა გახდა ეხლა ანაბელი, მოკლედ ძალიან განვიცდით ამ ამბავს, რომ კიდევ საფენი გქონდა, უკვე დიდი გოგო ხარ, ვეუბნები თან ტანათაც დიდია, ყველა 3 წლის ბავშვი გონია, იმდენად დიდია ტანაც და მოკლედ ზუსტად 2 წლის და 2 თვის იყო პირველად პიპი რო გააკეთა, აი შეგნებულად, რასაც ქვია, ქოთანზე და ძალიან გახარებულები ვართ მე და ანდრეასი. უკვე დღის განმავლობაში აღარ სჭირდება საფენი, არც პიპისთვის და არც მეორე საქმისთვის და მოკლედ მხოლოდ ღამით უკეთია, რომ ღამე ჯერ უნებურად მაინც ძილში შარდავს ხოლმე, ამის გაკონტროლება ჯერ არ შეუძლია, მაგრამ დღის განმავლობაში თან ახლა ეს სიცხეებიც ძალიან გამოგვადგა, რადგან კარგი ამინდები იყო და მოკლედ დღის განმავლობაში საფენი ჩვენს გოგონას აღარ ჭირდება და მე და ანდრეასი ძალიან გახარებულები ვართ და აი ეს საცვლები გამოვუწერეთ ამაზონიდან, ადრეც ვიყიდეთ აი ეს საცვლები და ძალიან მოგვეწონა. არის რა თქმა უნდა 100% ბამბაზე, უბრალოდ 95% ბამბაზე და 5% ელასტანი აქვს შიგნით, რომ აი ეს რეზინასავით რო იყოს და რო იწერებოდეს რა. ნუ ხო იცით რა, რასაც გულისხმობ. და მოკლედ ეხლა ერთი ზომით დიდები გამოვუწერეთ. ეს არის რამდენი ცალია? თუ არ ვცდები 12 ცალი და შიგნით. ცოტა დიდად გამოიყურება, მაგრამ ერთი ზომით დიდი შევუკვეთეთ სპეციალურად, რასაც აქამდე იცნევდა, იმაზე ერთი ზომით დიდი, რადგან იცით ყველამ რომ ერთს რო გარეცხავ, საერთოდ ბავშვის რაღაცები ყოველთვის იკლებს ხოლმე და ძალიან ლამაზი სხვადასხვა ფერში აი ესეთი საცვლები ვუყიდეთ, რადგან ჩვენს გოგოს უკვე როგორც გითხარით, საფერი დღის განმავლობაში აღარ ჭირდება და აი ეს საცვლებს ვაცნობთ ხოლმე. ნახეთ რა ლამაზი ფერებია. გაჩვენებთ სათითაოდ და ზოგს მარტო ხატია, ზოგს ცხენი და ასე შემდეგ. და ძალიან მოეწონა ეს საცვლებიც რომ ვაჩვენეთ, ნახეთ რა საყვარელია, კატა ხატია, ამას მთვარე ხატია, ამასაც კატა ხატია. და ამას მარტოქა ახატია. ცოტა დიდი ჩანს, აი ესე ახლოს რომ მოვიტანე ვიდეოში, მაგრამ ძალიან ლამაზი საცვლებია. ესენიც ამაზონიდან გამოვიწერეთ, როგორც აი ეს შიგნით ჩასაცმელი მაისურები, მოდი ასე დავარქვათ.
თუ რამეს არასწორად ვიტყვი, შეგიძლიათ რომ შემისწოროთ კომენტარებში, ამაზე მე ასეთ რაღაცებზე გული არ მომდის, ასე რომ თავამაც შეგიძლიათ კომენტარებში შემისწოროთ თუ რაღაცას ბარბარიზმით ვიტყვი, ეს იმიტომ რომ უბრალოდ არ მახსოვს, თორემ ძალიან მიყვარს, როდესაც ქართულად საუბრობს ადამიანი და რაღაც რუსულ ბარბარიზმებს და რაღაც ინგლისურ რაღაცებს არ უღებს. მე პირადად ძალიან მომხრე ვარ ქართული ენის და არანაირად თუ რაღაცა შეცდომით ვამბობ, არ ვიბრანჭები და რაღაცა იმიტომ რომ თქვათ უცხოური სიტყვები ან ბარბარიზმები გამოვიტანო. ასე რომ შემისწორეთ კომენტარებში, მადლობელი ვიქნები. ესენი ყველაფერი ზოგი ცეუნდაში ვუყიდე, ზოგი ტიკეტებში. ხა გაჩვენებთ, ნახეთ, დაკეცილი მაქვს. მინდოდა რომ თქვენთვის მეჩვენებინა და შემდეგ გამიგეცხა. ეს ჩვეულებრივად ზაფხულის შორტებია, ბლებით და ესე ჩვეულებრივი, ძალიან საყვარელი. ორი ცალი შორტები, ძალიან მომეწონა ასევე. ვიჯერ შორტებს გაჩვენებ. აი ესეც სტიჩის შორტებია, ეს ცეუნდაში ვუყიდეთ, ნახეთ რა ლამაზია. ძალიან ლამაზია. ესეც შორტები, ნახეთ. ისი აქამდე ანაბელს შორტებს მხოლოდ სახში ვაცნე, მინდა გითხრათ, რადგან გარეთ რო გაგვყავს ხოლმე, შემდეგ იღლება და შეიძლება დაეცეს და ამისთვის სიცხეში რა თქმა უნდა არ გაგვყავს, მაგრამ ცოტა მზე რო გადავა და თუ ძალიან თბილი ამიდია და რაღაცა, მაინც აი თხელ ლეგინსებს ვაცნებთ, ძალიან თხელ მაიჩნის შარვალს ვაცნებთ, რომ რო დაეცეს, აი მუხლები არ გადაიტყავოს, რამოდენიმეჯერ დაეცა, შორტებით როცა ყავდა გაყვანილი და აი მის მერე ძალიან ვუფრთხილდებით, რომ არ დაეცეს და გარეთ შორტები ჯერ არ ცნია, ორჯერ ეცვა და მაშინ რო დაეცა, მის მერე როგორც გითხარით, ვუფრთხილდებით მე და ანდრეასი. ესეც ცეუნდაში ნაყიდი შორტებია, ძალიან მომეწონა და ეხლა ზედებს გაჩვენებთ. ესენი ყველაფერი ტიკებებში ნაყიდია. ნახეთ, მაკარონსები ქვია ამას ქართულად არ ვიცი. ნახეთ რა ლამაზია და ეს ფერი ძალიან მიყვარს მე. ეს ჩემი საყვარელი ფერია და ბავშვზე განსაკუთრებით. აი მწვანე ფერი არ ვიცი, ხა შეიძლება უფრო ცისფრად ჩანს, ცისფერი ჩანს ვიდეოში, მაგრამ აი ეს მწვანე ფერია მე რომ მიყვარს, მინთის მწვანე. ძალიან ლამაზია. ეს მეორე და ყველა არის ისეთი სასიამოვნო ნაჭერი, რომ რა გითხრათ, აი კოტონი 100% გამოაზე. ნახეთ რა ლამაზია ეს ზედა. ეს ძალიან ლამაზია. ეს რაღაც ატმოსფეროშია. იმედია ხედავთ და შუთი კარგია. ღამეა უკვე და იმედია რომ ხედავთ. აი ესეც ძალიან მომეწონა. ნახეთ რა ლამაზია. ესენი ბაღისთვის ყველაფერი გამოადგება და იმედია სექტემბერშიც გვექნება აი ამ მაისურების ამინდი. ნახეთ რა ლამაზია გულებში. ეს მუქი ლურჯი. ეს კიდე ნაყინი, ნაყინზე გიშლება ანაბელი. ნახეთ, ეს ღია ცისფერია. და ესენი ყველაფერი ტიკეტებში ვიყიდე. ფასები ნამდვილად აღარ მახსოვს. ამას 6 ევრო აწერია. Hello Kitty-ზე გიშლება. ძალიან უყვარს Hello Kitty. და რომ ნახა ეს მაისურები ძალიან მოეწონა. ეს ცოტა დიდია, მაგრამ არა უშავს მერე ჩაიცნობს. თუმცა ყველას გავავსებს იმდენად ხარბი ტანი აქვს, რომ რა ვიცი, არ დაჭირდება დიდი ხანი. აი საშემოდგომოზე და ძალიან მომეწონა, ძალიან სასიამოვნო ნაჭერია. ნახეთ რა ლამაზია, ესეც ღია ცისფერი. და კიდევ აი ეს ორი ზედა. ნახეთ, ცხოველები ახალია, ჟირაფი, ზებრა და სპილო. და მაიმუნი. ძალიან საყვარელი, ეს ძალიან მომეწონა. ესეც ტიკეტებში ვუყიდე.
და აი ესეთი მეორე ზედაც მოყვება ვეფხვის პრინტით და არა ვეფხვის კი არა ლეოპარდია თუ ახსნები მე ძალიან მიყვარს ესეთი რაღაცები ზაფხული შარვალი და ზედაც მაქვს აი ესეთ პრინტში და ესენი ერთად ვიყიდე ამას 13 евро მივეცი ამ ორ ზედაში ძალიან ლამაზია. სულ ეს იყო რაღაც ანალიზს ვუყიდე და მინდოდა რომ თქვენთვის მეჩვენებინა. იმედია რომ ამ ვიდეოს ხვალ დავამონტაჟებ. ახლა უნდა გავიხო კბილები და დავწვევ უბისში, თორემ ხვალ ვერ ავდგები და ვერ ვიმუშავებ მასაძე უკვე მოკლედ ვიწყებ მუშაობას. ხვალ გავავლებ ამ ყველაფერს, რადგან მე ყოველთვის ვრეცხავ ხოლმე ახალ ნაყიდ ტანსაცმელს, არასდროს პირდაპირ არ ვაცნებ. ჩვენთვისაც რა თქმა უნდა მე და ანდრიასთვისაც, მაგრამ განსაკუთრებით რა თქმა უნდა ბავშვისთვის ვრეცხავ ყოველთვის. ახლა განსაკუთრებით მზე გვაქვს, როგორც გითხარით და კარგი ამინდები გვაქვს და რა თქმა უნდა გამოვიყენო და ხვალ სადღაც ისინი 1 საათში უკვე მშრალი იქნება. აი მანზე გავფრენ და მალევე გაშრება და ანაბოს ძალიან გაუხარდება ახალი რაღაცების ჩაცმა. მოკლედ მე აქ მინდა ყოველას რომ დაგემშვიდობოთ და არ ვიცი შემდეგ ვიდეოს როდის ჩავწერ, მაგრამ იმედი მაქვს რომ მალე არ მინდა წინასწარ რაღაც შეკვირდეთ და მე ვერ ავასრულო დანაპირები, ასე რომ უბრალოდ დაელოდეთ ჩემს მომდევნო ვიდეოს. მე აქ დაგემშვიდობებით. ყველანი ძალიან მიყვარხართ თქვენი მაგა დროებით. გამშვიდობის ჩემო კარგებო თბილი წილი. ვინც ახლა ჩემსავით ახლა იძინებს და ასე გვიანდი ხართ დასაცინებლად. ნახავთ.